ვაჩვენებთ, რომ აი ესე უჯრედის მოდული, ადამიანის მოდული, გენეტიკის, ეკოლოგია, ევოლუცია, ორგანიზმთა გამრავლება და ასე შემდეგ. აბსოლუტურად ყველაფერი, რა თქმა უნდა, გვექნება მაგასთან დაკავშირებითაც უნდა მეთქვა, რომ გვაქვს შეკრებილი ეროვნული გამოცდების, ასევე სასერტიფიკატო გამოცდების ტესტები, ოღონდ დაჯგუფებული არის თემატიკის მიხედვით, თქვათ მოსწავლე როცა გაივლის გენეტიკასთან დაკავშირებით იქნება ეს კითხვები, ასევე ჩვენ მიერ შედგენილი ტესტები, ასევე სხვა ავტორების მიერ შედგენილი ტესტები და ასე შემდეგ. ასევე გვაქვს რა თქმა უნდა კონსპექტები, რომელიც სწორედ მე კონკრეტულად კონსპექტები მაქვს ერთიან ეროვნულ გამოცდებთან და სააბიტურიენტო კონსპექტები და ჩვეულებრივ საგაკეთილო პროცესის შემდეგ ეგზავნებათ მოსწავლეებს და რა თქმა უნდა იმის მიხედვით სწავლობენ. გადავიდეთ მოკლედ, მოდი გაკვეთილზე, როგორც იცით, ჩვენ დღევანდელი ღია გაკვეთილის თემა არის გულსისხლთა სისტემა, ოღონდ კონკრეტულად მეორე ნაწილი არის აღებული, რადგანაც ეს სისტემა ძალიან კომპლექსურია, ჩვენ ეს თემატიკა გვაქვს ორად გაყოფილი, თვითონ ვიდეო ჩანაწერები აი გაჩვენებთ ახლა ზუსტად. აი ასე, ჩვენ ახლა გვაქვს აი ეს არის პირველი ნაწილი და ჩვენ განვიხილავთ მეორე ნაწილს. რაც შეეხება კონკრეტულად გულს, მის ანატომიას, ფაზებს, მის მუშაობის ფაზებს, სისხლძარღვებს და ასე შემდეგ. და მცირე წრეები, როგორც ერთ-ერთი კომპლექსური და რთული თემა, როგორც ვიცი, უჭირთ ხოლმე მოსწავლეებს ამის გაგება. და ჩვენ დღეს ძალიან მარტივად გავიგებთ ამ ყველაფერს. ჩავატარებთ ჩვეულებრივ გაკვეთილს, გარდა იმისა, რომ არ გამოგკითხავთ ამ ეტაპზე, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ვართ. ჩვეულებრივ საგაკვეთილო პროცესში, რა თქმა უნდა, უფრო მეტი ინტერაქცია არის ხოლმე, იმიტომ რომ ცოტანი ვართ. მოდი ახლა უფრო მეტად კონცენტრირდეთ ახსნაზე. და ბოლო ღია გაკვეთილის ბოლოს აუცილებლად ეროვნულებიდანაც და სასერტიფიკატოდანაც გულსი რა თქმა უნდა ამ თემასთან დაკავშირებით გავარჩევთ რამდენიმე ტესტს. ხო თანახმახართ? როგორ გავიდეთ რომ ნახოთ? დიახ. კარგი, ძალიან სასიამოვნო. ახლა მითხარით გაზიარებული ხომ არის ეკრანი? დიახ. კი, ჩანს. კარგი, ჩანს. კი ბატონო, ახლა ეს თუ გაიგებთ. ეხმაც ისმის. კი ბატონო, კარგი, მოდი დავიწყოთ ახლა ახსნა, ხო? კონცენტრირდეთ კარგად და აქტივად გავიგებთ. ორგანიზმი რომ მიარსებოს, მის ყოველ უჯრედს სისხლით მუდმივად უნდა მიეწოდებოდეს საკვები და ჟანგბადი. ამავდროულად სისხლს გამოაქვს უჯრედებში მეტაბოლიზმის ნარჩენები და მიაქვს გამომყოფ ორგანოებამდე. ესე იგი, ახლა რა გავიგეთ? ანუ გულსა და სისხლძარღვებს ქონიათ სატრანსპორტო ფუნქცია. ყველა ორგანოს უჯრედს, ვიცით რომ ორგანოები ქსოვილებისგან, ქსოვილები უჯრედებისგან შედგება, ხო? ანუ ყველა ორგანოს უჯრედს მათი დახმარებით მიეწოდება ჟანგბადი და საკვები ნივთიერებები, ხოლო ორგანოებიდან სისხლს გამოაქვს მეტაბოლიზმის ნარჩენები. რომლებია ეს მეტაბოლიზმის ნარჩენები? ეს არის მაგალითად ნახშირორჟანგი, წყალი, შარდოვანა, შარდისმჟავა და ასე შემდეგ. და როგორც გვითხრეს ვიდეოში, მიაქვს გამომყოფ ორგანოებამდე. მოდი გავიხსენოთ, რომელია გამომყოფი ორგანოები, მაგალითად თირკმელები, ფილტვები, ნაწლავები, კანი. რომელ მეტაბოლურ ნივთიერებას, მეტაბოლიზმის ნარჩენს, რომელ ორგანოში მიიტანს, ხო? ეს ჩვენი სისხლი, მაგალითად წყალს. წყალს მიიტანს თირკმელთან, რა თქმა უნდა, და ასევე კანთან, რომ ოფლის საფრთხეს გამოიყოს. შარდოვანას და შარდისმჟავას რა თქმა უნდა თირკმელებთან მიიტანს და იქიდან გამოიყოფა. ხოლო ნახშირორჟანგი რა თქმა უნდა ფილტვებთან მიიტანება, რომ ამოვისუნთქოთ. ეხლა მოდი განვიხილოთ, როგორ ხდება ამ ნივთიერებათა მიმოცვლა სწორედ აი ამ ჩვენი გულსისხლთა სისტემის მიერ, ხო? მოვისმინოთ. ესე იგი, ნივთიერებათა ტრანსპორტირება ამ გზებზე სისხლით ხორციელდება. სისხლის ცირკულაციას ჰემოდინამიკა ეწოდება. ესე იგი, ჰემოდინამიკა, გავიმარტოთ მოდი, ჰემო არის ბერძნულად სისხლი, დინამიკა მოძრაობას ნიშნავს, ხო? გულსისხლთა სისტემა მოიცავს სითხეს, ანუ სისხლს, რომელიც სისხლძარღვებში მოქცეული თხევადი შემაერთებელი ქსოვილია. აქ გავაჩეროთ. ესე იგი, ჩვენ ვიცით, რომ რაღაც შემაერთებელი ქსოვილებიც გავიხსენოთ, ხო? ადამიანში და ასევე ცხოველებში სულ გვაქვს 4 სახის ქსოვილი.
თუ გახსოვთ, ეპითელური, შემაერთებელი, კუნთოვანი და ნერვული. აქედან სისხლი არის შემაერთებელი ქსოვილი. რადგანაც უფრო მეტად სატრანსპორტო ფუნქცია, ასევე დამცველობით იყო შემაერთებელი ქსოვილის ფუნქციებიც რო გავიხსენოთ. ტუმბოს, ანუ გულს, მილებს, ანუ სისხლძარღვებსა და ლიმფურ ძარღვებს. ესე იგი, გული ტუმბოა რა თქმა უნდა და გული თვითონ არის კუნთოვანი ორგანო, აუცილებლად უნდა გახსოვდეს. კონკრეტულად გული რომელი კუნთოვანი ქსოვილით არის აგებული თუ გახსოვთ? გულის განივზოლიანი. დიახ, გულის განივზოლიანი კუნთოვანი ქსოვილით, რომელსაც მიოკარდიუმი ეწოდება. ხოლო რაც შეეხება მილებს, სისხლძარღვებს და ლიმფურ ძარღვებს, ანუ სისხლძარღვებს მოგვიანებით განვიხილავთ, ხოლო ლიმფური ძარღვები და ლიმფური სისტემა ცალკე სისტემა არის, ცალკე საკითხი არის, უბრალოდ ძალიან მჭიდრო კავშირში არის გულ-სისხლძარღვთა სისტემასთან და მაგიტომ ვახსენეთ. თუმცა ლიმფური სისტემა არ არის მაინც და მაინც ეროვნულის გამოცდისთვის. სისხლი მუდმივ მოძრაობაშია. სისხლძარღვებში სისხლის უწყვეტ დინებას გულის რიტმული შეკუმშვა უზრუნველყოფს. გული გულმკერდის ღრუში, კერდის წulis უკან, ფილტვებს შორის ოდნავ მარცხნივ მდებარეობს. მას გარედან თხელი აპკი. ესე იგი, სანამ ამაზე გადავიდოდეთ, ანუ გული უშუალოდ მდებარეობს კერდის წulis უკან. ადამიანები რომ ამბობენ ხოლმე, რომ აი გული სადმებრობს მარცხნივ. ანუ მარცხნივ არ მდებარეობს, კერდის წulis უკან, ანუ ზუსტად შუაში მდებარეობს, უბრალოდ ოდნავ მარცხნივ არის გადახრილი. კონკრეტულად კი მისი მწვერვალი, ხო გაჩვენებთ? ფილტვებს შორის აი ეს არის მისი მწვერვალი, გულის მწვერვალი, ანატომიურად ამ ადგილს გულის მწვერვალი ეწოდება და რადგანაც ეს ადგილი წარმოადგენს მარცხენა პარკუჭს, იგი ყველაზე ძლიერ იკუმშება და შესაბამისად ბიძგიც და ხმიანობაც აქ ისმის განსაკუთრებულად, ხო? ამიტომ ამბობენ, რომ მარცხნივ არისო, მდებარეობსო გული. ანუ სინამდვილეში შუაში მდებარეობს, უბრალოდ მწვერვალი არის მარცხენა მხარეს მიქცეული, რომელსაც მარცხენა პარკუჭი წარმოადგენს და მარცხენა პარკუჭი რატომ იკუმშება ყველაზე ძლიერად, ამას ცოტა მოგვიანებით გავიგებთ. ის ოდნავ მარცხნივ მდებარეობს. მას გარედან თხელი აპკი გულის პერანგი აკრავს, რომელიც იცავს მას. გულის პერანგი შიგნით სითხეა, რომელიც ატენიანებს გულს და შეკუმშვების დროს ამცირებს ხახუნის მეზობელ ორგანოებთან. ესე იგი, რისთვის არსებობს ეს გულის პერანგი? ხომ არ იცით გულის პერანგს რა ქვია სამედიცინო ენაზე? პერიკარდიუმი ეწოდება, რომელიც ან გულის პერანგი იგივე პერიკარდიუმი, ზუსტად პერანგივით არის გარშემორტყმული გულზე. თქვენი აზრით ეს გულის პერანგი რომელი ქსოვილი იქნება? აი 4 ძირითადი ქსოვილიდან. რადგანაც იცავს, გარედან ფარავს. შეიძლება რომ შემაერთებელი. დიახ, რა თქმა უნდა, შემაერთებელი ქსოვილი იქნება, კი ბატონო. ვერ გავიგე რა მითხარით? არაფერი უბრალოდ ანუ ჯერ ჩვენ ეგ არ გვისწავლია ბიოლოგიაში და კი ბატონო, ხო და ახლა აქედან ისწავლით. კითხები თუ გაგიჩნდებათ რამე, რომ ჩაინიშნოთ და გაკვეთილის ბოლოს ვკითხოთ, ან თუ გნეთ ჩატშიც შეგიძლიათ დაწეროთ მითის ჩატში. ესე იგი, გარშემო, რა თქმა უნდა, ეს პერიკარდიუმი არის გულის პერანგი, იგივე შემაერთებელი ქსოვილი არის, ხო? რაც წერანა ისე თეთრად დაინახეთ, გაჩვენებთ ზუსტად აი აქ როგორც ჩანს. და ამ პერანგსა და გულს შორის უშუალოდ არის მცირე რაოდენობით სითხე მოთავსებული, რომ გარშემო მყოფ ორგანოებთან ხახუნის ზალა შეამციროს, ხო? ეხლა მაგალითად მარჯვნიდან და მარცხნიდან ფილტვები აქვს გულს, ქვემოდან დიაფრაგმა, წინიდან კერდის ძვალი, ასევე ეს უმსხვილესი სისხლძარღვები მის უკან რომ მდებარეობს, მუდმივად შეკუმშვა გაფართოებაში რომ არის გული, რა თქმა უნდა, შეხებაშია მის გარშემო მყოფ ორგანოებთან, ხო? ამიტომ ეს ხახუნის ზალა რომ შეამციროს გულმა, მის გარშემო არის ეს პერიკარდიუმი მოთავსებული. შიგნიდან კი ის ეპითელური ქსოვილით, ენდოთელით არის ამოფენილი. აუცილებლად უნდა დავიმახსოვროთ, რომ ესე იგი გარედან ყოფილა პერიკარდიუმი შემაერთებელი ქსოვილი, თვითონ გული არის ღრუკუნთოვანი ორგანო, ანუ კუნთი მიოკარდიუმი და მის შიგნით, რასაც უშუალოდ სისხლი ეხება, ეს არის ენდოთელიუმი და ენდოთელიუმი არის ეპითელური ქსოვილი. როგორც უკვე ვიცით, გული გულის განივზოლიანი კუნთოვანი ქსოვილისგან აგებული ორგანოა. მიოკარდიუმი გულის განივზოლიანი კუნთი, კუნთოვან ქსოვილებს შორის ყველაზე სწრაფია. ესე იგი, გული არის ღრუკუნთოვანი ორგანო, რისთვის ჭირდება ღრუ, რა თქმა უნდა, რომ მიიღოს და გადაწყორცნოს სისხლი. ის უჯრედებს კარდიომიოციტები ეწოდებათ.
ესე იგი, გულის უჯრედები არის კარდიომიოციტები. მოდი გავსაზღვროთ. კარდიო გული, მიო ზოგადად ნიშნავს კუნთს, ხოლო ციტო ნიშნავს უჯრედს. ანუ აქ იგულისხმება გულის კუნთოვანი უჯრედები. სპეციალიზებული კარდიომიოციტები წარმოქმნიან და ატარებენ აგზნებას გულის სხვადასხვა უბანში. კარდიომიოციტები ერთმანეთს ხიდაკებით უერთდებიან. ესე იგი, აქ ამ ყვითელ რაღაცებს, რასაც ვხედავთ, აი ეს მრგვალები, ეს არის პატარა კვანძებივით. ესენი არის სპეციალიზებული კარდიომიოციტები. ანუ სპეციალურად ეს შეკრებილი თავმოყრილი გულის კუნთოვანი უჯრედები, სადაც წარმოიქმნება აგზნება. ხოლო დანარჩენი ის ძაფებივით, რასაც ხედავთ ყვითლებს, ესენიც სპეციალიზებული კარდიომიოციტებია, რომლებიც უშუალოდ აი ამ კვანძებიდან წამოსულ აგზნებას გაატარებენ და მიაქვთ აბსოლუტურად გულის ყველა უბანში. რომ რა თქმა უნდა შეიკუმშოს, ხო? მიოკარდიუმის ფუნქციებია: გულის ავტომატია, აგზნებადობა, გამტარობა და კუმშადობა. მოდი აქ ვთქვათ, ავტომატია პირველი, ხო? ავტომატია, ავტონომია რაღაც თავის ნებით რაღაცა რომ ხდება, მაგას ნიშნავს, ხო? ანუ თავისით იგუმშება გარეგანი გამღიზიანებლის გარეშე. ანუ თვითონვე წარმოქმნის თავის თავშივე იმპულსს, ანუ აგზნებას, კონკრეტულად ეს კარდიომიოციტების სპეციალიზებული, რომელიც შემდეგ გატარდება და შესაბამისად მივა მიოციტებამდე და შეიგუმშება თანმიმდევრობით, ოღონდ აუცილებლად გული, ხო? მოდით განვიხილოთ აღნიშნული საკითხი უფრო დეტალურად. როგორც უკვე აღვნიშნეთ, გულს ავტომატური მოქმედების უნარი აქვს. ის იკუმშება ჩვენი ნების გარეშე. გულის ავტომატიზმი. გულის უნარია წარმოქმნას ელექტრული იმპულსი და გაავრცელოს მთელს გულში, რის საპასუხოდაც გულის კუნთი იკუმშება. ესე იგი, აღნიშნული პროცესი ხდება თავისთავად გარეგანი გამღიზიანების გარეშე. ესე იგი, ეს არის ავტომატიზმი, რაც წერავთ თქვით, ხო? რაიმე გამღიზიანების გარეშე კი რა თავისთავად იკუმშება გული. წუთში ნორმაში დაახლოებით 60-დან 100-მდე ფიზიოლოგიურად ნორმად ითვლება. გარეგანი გამღიზიანებელი, როგორც ვთქვით, მხოლოდ ცვლის გულის რიტმს. შეიძლება აჩქარდეს, რასაც ტაქიკარდია ეწოდება, ან შეიძლება შემცირდეს, რასაც ბრადიკარდია ეწოდება. ტაქიკარდიის მაგალითი ხარ, რატომ შეიძლება აჩქარდეს გული, ვიცით, ხო? თქვა სტრესის დროს, აღფრთოვანების დროს, სიხარულის დროს, ნერვულობის დროს და ასე შემდეგ, ხოლო ბრადიკარდია ფიზიოლოგიურ მდგომარეობაში, ანუ გულის რიტმის შემცირება ხდება ძილის დროს ძირითადად. ასევე არსებობს დაავადებები, მაგალითად ჰიპოთირეოზი, რომლის დროსაც შეიძლება გულის რიტმი შენელდეს. აღნიშნულ თვისებას გულს ანიჭებს სპეციალიზებული ბოჭკოები, პეისმეიკერი უჯრედები, რომლებიც გულში კვანძებადაა განლაგებული. ესენია: სინუსის კვანძი, ატრიოვენტრიკულური კვანძი, ჰისის კონა, ჰისის კონის მარჯვენა და მარცხენა ფეხი. ეს კონკრეტული, ანუ ეს სახელები არც არის ეროვნულის მასალის, მაგრამ კარგი იქნება თუ დავიმახსოვრებთ, იმიტომ რომ უფრო კარგად აღვქვამთ ჯერ რისი შეკუმშვა ხდება და მერე რისი შეკუმშვა ხდება უშუალოდ გულში. რას ნიშნავს პეისმეიკერი უჯრედები? ესენი არიან რიტმის წამყვანი უჯრედები. ესე იგი, საიდან იწყება ეს სინუსის კვანძი? ანუ წეღან რაც თქვით ის სპეციალიზებული კარდიომიოციტები, რომ იკრიბებიან ერთად, წარმოქმნიან კვანძს, რომელსაც ეწოდება სინუსის კვანძი. წეღანაც ნახეთ ხო ფოტოზე ესე მრგვალად, სინუსის კვანძი პირველ რიგში დავიმახსოვროთ, რომ ის მარჯვენა წინა გულში მდებარეობს და აი მარჯვენა წინა გულიდან ხდება ფაქტობრივად აგზნების წარმოქმნა და გავრცელება. სინუსის კვანძიდან წამოვა ატრიოვენტრიკულურ კვანძში. გამარტოთ ატრიოვენტრიკულური კვანძი რას ნიშნავს? მარტივად დავიმახსოვროთ. ატრიო არის atrial არის წინა გული, ventriculus არის პარკუჭი. ანუ წინა გულს და პარკუჭის შორის მდებარეობს, ამიტომ მარტივი დასამახსოვრებელია და ატრიოვენტრიკულური კვანძიდან კი აგზნება ვრცელდება ჰისის კონის მარჯვენა და მარცხენა ფეხზე. ზოგადად ვიცით, რომ გული 4-საგნიანი არის, რომელსაც ახლაც ვიტყვით, ეს ორ ნაწილად ზგიდით არის გაყოფილი და რა თქმა უნდა, საჭირო არის, რომ ორ ნაწილად გაიყოს ეს ჰისის კონაც. შესაბამისად, ჯერ რა თქმა უნდა, რადგანაც წინა გულში წარმოიქმნება აგზნება, რა თქმა უნდა, ჯერ წინა გულები შეიკუმშება, ხოლო შემდგომ პარკუჭები, ანუ თანმიმდევრობა ესეთი არის, სწორად რომ აღვქვათ, ჯერ წინა გულები და შემდეგ პარკუჭები შეიკუმშება. კვანძებში წარმოქმნილი იმპულსი სწრაფად ვრცელდება ჯერ წინა გულებზე, ხოლო შემდეგ გადაეცემა პარკუჭების კუნთებს, რაც იწვევს მათ შეკუმშვას.
გული ღრუ კუნთოვანი ორგანოა, რომელსაც მასში არსებული კუნთოვანი ცქიდა ყოფს მარჯვენა და მარცხენა ნაწილებად. ორივე მხარე იყოფა ორ განყოფილებად: წინა გულები და პარკუჭები. ესე იგი, ადამიანის გული 4 საკნიანია. ნუ აქ უნდა დავიმახსოვროთ, როგორც წაღამ თქვით, 4 საკნიანი არის ადამიანის გული, მარჯვენა წინა გული, მოდი ვნახოთ. წინა გულები და პარკუჭები. ესე იგი, მარჯვენა წინა გული, მარცხენა წინა გული, მარჯვენა პარკუჭი, მარცხენა პარკუჭი. ესე იგი, ადამიანის გული 4 საკნიანია. სისხლი ყოველთვის ერთი მიმართულებით, წინა გულებიდან პარკუჭებისაკენ და პარკუჭებიდან სისხლძარღვებისაკენ მოძრაობს. სისხლის ერთი მიმართულებით მოძრაობას სარკმლები უზრუნველყოფს. ესე იგი, მოდი ახლა ვნახოთ. როგორც წაღამ თქვით, როგორ იკუმშება გული თანმიმდევრულად ჯერ წინა გულები და შემდეგ პარკუჭები, ხო? მაგის შესაბამისად მოძრაობს სისხლიც და აუცილებლად სისხლმა უნდა იმოძრაოს ერთი მიმართულებით. წინა გულებიდან პარკუჭებისკენ და პარკუჭებიდან სისხლძარღვებისკენ. ეხლა მეორე მხარეს ეს შევაჩვენოთ. წინა გულებიდან პარკუჭებიდან სისხლძარღვებისკენ, რა თქმა უნდა. და ერთი მიმართულებით მოძრაობას რა უწყობს ხელს? სარქველებიო და ეხლა ეს სარქველები უნდა ვისწავლოთ. ესე იგი, ეს სარქველი წინა გულს და პარკუჭს შორის მოთავსებული არის კარიანი სარქველები, ხოლო პარკუჭებსა და სისხლძარღვებს შორის მოთავსებული არის ჯიბისებური სარქველები. აი, ხა მოდი მოვუსმინოთ თან და წარმოიდგინეთ, რომ სარქლები ისეყოფ წინა გულებსა და პარკუჭებს, როგორც ჩვენ სახლში ოთახებს მიჯნავს კარები ერთმანეთისგან. როგორც კარები იღება ჩვენ სახლში ერთი მიმართულებით, ასე ერთი მიმართულებით იღება ეს სარქველებიც. სარქლები ყოველთვის ერთი მიმართულებით იღება. ამიტომ ამ სარქლებს კარისებრ სარქლებს უწოდებენ. მარცხენა მხარეს ორკარიანი, ნეიტრალური სარქველია. მარჯვენა მხარეს კი სამკარიანი სარქველია. ესე იგი, დავიმახსოვროთ, რომ კარისებური სარქველები მოთავსებული ყოფილა წინა გულებსა და პარკუჭებს შორის. უბრალოდ კონკრეტულად დავიმახსოვროთ სახელები, რომ მარცხენა მხარეს, ანუ მარცხენა წინა გულს და მარცხენა პარკუჭს შორის არის ორკარიანი სარქველი, რომელსაც ასევე ნეიტრალური სარქველი ქვია, მაგრამ არ მგონია, რომ ეს ეროვნულზე იყოს კონკრეტულად ნეიტრალური სიტყვა, ხოლო მარჯვენა წინა გულს და მარჯვენა პარკუჭს შორის არის სამკარიანი სარქველი მოთავსებული. ესე იგი, კარისებური სარქველები ყოფილა წინა გულებს და პარკუჭებს შორის მოთავსებული. თავის მხრივ პარკუჭებიდან სისხლის სისხლძარღვებისაკენ, აორტისა და ფილტვის არტერიისკენ გადაიტყოცნენ. ესე იგი, პარკუჭების შეკუმშვის მომენტში პარკუჭებიდან სისხლი გადავა, რა თქმა უნდა, სისხლძარღვებისკენ. მარჯვენა პარკუჭიდან ფილტვის არტერიისკენ, ნახეთ დააკვირდით, მარჯვენა პარკუჭიდან ფილტვის არტერიისკენ, ხოლო მარცხენა პარკუჭიდან აორტისკენ. უბრალოდ აი ნახატზე ყოველთვის ესე იქნება, რომ ზემოდან გადაედება ხოლმე ეს ფილტვის არტერია და უკან ის აორტა უზარმაზარი არტერია, უკან არის ხოლმე ეს რაღაცნაირად და აი ამ ნაწილის გაგრძელება არის აი ეს აორტა. სისხლის მუდმივ დაბრუნებას ამ შემთხვევაში ხელს უშლის ჯიბის ფორმის სარქლები. ამიტომ მათ ჯიბისებურ სარქლებს უწოდებენ. ესე იგი, ჯიბისებური სარქველები სად ყოფილა პარკუჭებსა და სისხლძარღვებს შორის. აი ესენი მაუწყო ხედავთ. აი ესენი არის ჯიბისებური სარქველები, რომელიც მოთავსებული არის პარკუჭებსა და სისხლძარღვებს შორის. რომ პარკუჭი როცა შეიკუმშება, იმისათვის რომ სისხლი უკან წინა გულში არ დაბრუნდეს, იმიტომ რომ წინა გულიდან პარკუჭი ჩამოვიდა და რა თქმა უნდა, ერთი მიმართულებით უნდა იმოძრაოს სისხლმა, ამიტომ უკან რომ არ აბრუნდეს, იხურება კარიანი კარისებრი სარქველები, ხო? ესენი დაიხურება, რომ წინა გულში არ ავიდეს, ეს რომ დახურული იქნება მთელი ძალით, გადაეშვება ეს სისხლი ფილტვის არტერიაში მარჯვნიდან, ხოლო მარცხნიდან აორტაში, ხო? და რა თქმა უნდა, ჯიბისებურ სარქველები გაიღება. ოღონდ ეხლა ალბათ იფიქრებთ, რომ ანუ ეს სისხლი რო ავარდება ამ სისხლძარღვებშიო, მერე იქნება უკან ჩაუბრუნდეს. რა თქმა უნდა, გრავიტაციის ძალით პირველ რიგში ეს სისხლძარღვები რომ გაიბერება ამ სისხლით, დააწვევიან ამ ნამგლისებურ სარქველებს და დახურავენ. ანუ უკან პარკუჭში აღარ ჩამოbrunდება სისხლი. ისინი სისხლით ივსება, იბერება და სისხლძარღვის სანათურს კეთავს. ადამიანის სისხლის მიმოქცევის სისტემა დახშულია. ის ორი ეხლა განვიხილოთ მცირე წრე და დიდი წრე. წრისგან შედგება. მოდით განვიხილოთ თითოეული. პირველ რიგში დავიმახსოვროთ, რომ მარჯვენა მხარეს ჟანგბადით ღარიბი სისხლია. მარცხენა მხარეს კი ჟანგბადით მდიდარი სისხლი მოძრაობს. აი ამას რო დავიმახსოვრებთ, ფოტოებში ყოველთვის ასე ხატია ხოლმე. ჟანგბადით ღარიბი სისხლი იხატება ლურჯად, ანუ ნახში რო ჟანგით მდიდარია ის და ჟანგბადი არ აქვს,
ხოლო წითლად იხატება ჟანგბადით მდიდარი სისხლი. და ფოტოს მიხედვით თვალით რომ აღიქონთ და დაიმახსოვრებთ, აღარ შეგეშლებათ რომ მარჯვენა მხარეს, ანუ მარჯვენა წინაგულს და მარჯვენა პარკუჭი ვენური სისხლია, ანუ ჟანგბადით ღარიბი სისხლია, ანუ ლურჯი სისხლია ბჭყალებში, ხოლო მარცხენა პარკუჭზე და მარცხენა წინაგულში მოძრაობს არტერიული სისხლი, ანუ ჟანგბადით მდიდარი, ანუ ნახატზე წითელი სისხლი, ხო? მარჯვენა პარკუჭი შეკუმშვისას ვენურ, ანუ ჟანგბადით ღარიბ და ნახშირორჟანგით მდიდარ სისხლს ფილტვის არტერიების მეშვეობით ფილტვებში გზავს. ესე იგი, ზოგადად რომ დავიმახსოვროთ, დიდი და მცირე წრეებიც ორივე იწყება პარკუჭებიდან. ოღონდ და მთავრდება წინაგულებში. ესე იგი, იწყება პარკუჭებიდან, მთავრდება წინაგულებში. ოღონდ დავიმახსოვროთ, რომ თუ იწყება რომელიღაცა წრე, რომელსაც გავიმიხილოთ ახლა, მარჯვენა პარკუჭიდან, მაშინ სადამთავრდება მარცხენა, ანუ საპირისპირო წინაგულში, ხო? თუ წრე იწყება მარცხენა პარკუჭიდან, დამთავრდება აუცილებლად მარჯვენა წინაგულში. ეხლა განვიხილოთ თითოეული მათგანი, რომელიც საიდან იწყება, ხო? ესე იგი, ახლა ჩვენ დავიწყეთ პირველი მცირე წრით. მცირე წრე იწყება თურმე მარჯვენა პარკუჭიდან. მარჯვენა მხარეს როგორი სისხლია? ჟანგბადით ღარიბი, ხო? ანუ ნახშირორჟანგით მდიდარი სისხლი, შეიკუმშება მარჯვენა პარკუჭი, გაიღება ჯიბისებური სარტყელები, დაიხურება კარიანი რომ უკან წინაგულში არ აბრუნდეს და გადავა ფილტვის არტერიაში. აუცილებლად გადადის ფილტვის არტერიაში, მერე ის დაიტოტება და მივა ფილტვის ქსოვილებამდე. ფილტვებიდან ჩვენ მიერ ჩასუნთქული ჟანგბადი გადავა გადატყვარცნილ სისხლში და ჟანგბადით გამბირდება. მოდი აქ ვთქვათ, რომ აქ ვთქვათ არტერიის და ვენის განმარტება. გავიხსენოთ. რა არის არტერია? არტერია არის სისხლძარღვი, რომელიც გამოდის გულიდან, რომელსაც სისხლი გააქვს გულიდან. ორივე ვარიანტი, რომელიც გამოდის გულიდან, რომელსაც სისხლი გამოაქვს გულიდან. ხოლო ვენის განმარტება ასეთია, სისხლძარღვი, რომელსაც ჩააქვს გულში სისხლი. ესე იგი, მცირე წრეო იწყება მარჯვენა პარკუჭიდან, შეიკუმშება მარჯვენა პარკუჭი, გადაითხოვცნება სისხლი ფილტვის არტერიაში და მოხვდება ფილტვებში. ჩვენ რომ ჩავისუნთქეთ, ამ დროს ჩასუნთქული გვაქვს და ჩვენი ფილტვები გაბერილი არის ჰაერით, რომელშიც დიდი რაოდენობით ჟანგბადია. და ჟანგბადი არის, ხო? მივიტანეთ, ესე იგი, ფილტვის არტერია დაიტოტა და ფილტვის არტერიაში არის ვენური სისხლი, ანუ ჟანგბადით ღარიბია სისხლი. ამიტომ ის თხოვს ფილტვებს, რომ მის მიერ ჩასუნთქული ჟანგბადი გადავიდეს გადავიდეს კაპილარებში, ხო? სისხლში რომ გადავიდეს. ანუ ვენური სისხლი უნდა გადაიქცეს აუცილებლად არტერიულ სისხლად. ესე იგი, ჟანგბადით უნდა გამდიდრდეს. ხოლო ვენური სისხლი კიდევ რას შეიცავს? ბევრი რაოდენობით ნახშირორჟანგს შეიცავს, რომელიც სულის პროდუქტია, ხა? და ამ ნახშირორჟანგს მისცემს ფილტვებს. ესე იგი, ფილტვები კაპილარებს მისცემს ჟანგბადს, ხოლო კაპილარები ნახშირორჟანგს მისცემს ფილტვებს. და შემდგომ ჩვენ ამოვისუნთქავთ ამ ნახშირორჟანგს, რა თქმა უნდა. სასუნთქ სისტემაზეც რომ გავიხსენოთ, ამოსუნთქულ ჰაერში უფრო მეტი ნახშირორჟანგია ვიდრე ჩასუნთქულში, ეს იცით ალბათ, იმიტომ რომ ჩვენს ორგანიზმში მუდმივად ხდება ორგანოების ყველა უჯრედში მუდმივად ხდება ქიმიური გარდაქმნები, რის შედეგადაც გროვდება დიდი რაოდენობით ნახშირორჟანგი, რომელიც ჩვენ ორგანიზმში არაფერსში არ ჭირდება და იგი სწორედ აი ამ მცირე წრის საშუალებით მიიტანს ფილტვებამდე და ჩვენ ფილტვებიდან ამოვისუნთქავთ გარემოში. ესე იგი, რა მოხდა მცირე წრეში? ვენური სისხლი გარდაიქმნა არტერიულ სისხლად, ანუ ჟანგბადით გაჯერდა ეს ჩვენი სისხლი. ესე იგი, არტერიულ სისხლად გარდაიქმნება. აღნიშნული არტერიული სისხლი ფილტვის ვენების მეშვეობით უკან მარცხენა წინაგულში ჩამოედინება. ესე იგი, ჩვენ რა ვთქვით, თუ იწყება მარჯვენა პარკუჭიდან, რადგანაც დაიწყო მარჯვენა პარკუჭიდან მცირე წრე, ესე იგი, საპირისპირო მხარეს წინაგულში უნდა ჩავიდეს, ხო? ესე იგი, მარცხენა წინაგულში დასრულდება მცირე წრე და რითი ჩავა ეს არტერიული სისხლი? უკვე უნდა ჩავიდეს ფილტვის ვენებით, იმიტომ რომ ჩვენ ხო ვთქვით, რომ ვენის განმარტება ის არის, რომ სისხლძარღვი, რომელსაც სისხლი ჩააქვს გულში, არის ვენა, ხო? ესე იგი, ფილტვის ვენებით ჩაედინება
მარცხენა წინაგულში ეს ჟანგბადით გაჯერებული, ანუ უკვე არტერიულად გადაქცეული სისხლი, ხო? ამას მე ვნახავთ, რომ თითქოს ფილტვის არტერიაში ვენური სისხლი მოძრაობს და ფილტვის ვენებში კიდევ არტერიული სისხლი მოძრაობს. ხო, გაგიკვირდებათ, ახლა იმას არტერია ქვია და ვენური სისხლია, იმას ვენა ქვია და არტერიული სისხლიაო და ეს არის გამონაკლისი, რომელსაც ძალიან მარტივად დაიმახსოვრებთ და ძალიან ხშირად უყვართ ხოლმე ამ კითხვის დასმა და ბოლოს ტესტებშიც განვიხილავთ. მოგვიანებით კიდევ ერთხელ განვიხილავთ მაგას. 4 ფილტვის ვენით ჩაიდინება, მოკლედ რომ დავასრულოთ მცირე წრე, 4 ფილტვის ვენით ჩაიდინება არტერიული სისხლი მარცხენა წინაგულში და 4 რატომ? 2 მოდის მარჯვენა, აი ეს 2, უბრალოდ უკნიდან ამოულის და ფოტოზე არ ჩანს. ეს 2 კი, ეს 2 მარჯვნიდან მოდის, მარჯვენა ფილტვიდან, ეს 2 მარცხენა ფილტვიდან. ანუ სულ 4 ფილტვის ვენით ჩაიდინება ეს არტერიული სისხლი მარცხენა წინაგულში და ამით დასრულება მცირე წრე. შევკრათ, ხო? მარჯვენა მცირე წრე, მარჯვენა პარკუჭი, ფილტვის არტერია, ფილტვში მოხდება აირთა ცვლა, გასთაცვლა და ფილტვის ვენები და მარცხენა წინაგული. აი ეს არის სულ მცირე წრე. სწორედ ამიტომ ამ წრეს ფილტვის, ანუ მცირე წრეს უწოდებენ. როგორც უკვე ვიცით, წინაგულებიდან სისხლი ყოველთვის პარკუჭებში აღმოჩნდება. ესე იგი, მარცხენა წინაგულიდან სისხლი მოხვდება მარცხენა პარკუჭში. ესე იგი, აქ ხო არ დარჩება, რომ დასრულდა მცირე წრე, всё, გავჩერდეთ ხო არ იტყვის გული. მარცხენა წინაგულიდან ეს არტერიული სისხლი ჩამოვა რა თქმა უნდა მარცხენა პარკუჭში, ხო? როგორ ჩამოვა? გაიღება კარიანი სარქველი, იგივე ორკარიანი, ხო? მარცხენა მხარეს მიტრალური სარქველი გაიღება და ჩამოვა მარცხენა პარკუჭში. არტერიული სისხლი კი ყველაზე დიდ არტერიაში, აორტაში გადაიტყორცნება. აი როგორ გადაიტყორცნება, როგორც კი მარცხენა პარკუჭი შეიკუმშება, აი ამ მომენტიდანვე იწყება უკვე დიდი წრე. შეიკუმშება მარცხენა პარკუჭი, გაიღება ჯიბისებურის სარქველი, დაიხურება კარიანი, რომ უკან წინაგულში არ ავიდეს, გაღებულ ჯიბისებურ სარქველში გავარდება სისხლი და აღმოჩნდება აორტაში, ხო? საბოლოოდ არტერიების საშუალებით სისხლის სხეულის ყველა ორგანოს მიეწოდება. ესე იგი, ეს აორტა, აქედან ამ მარცხენა პარკუჭიდან გამომავალი აორტა იტოტება არტერიებამდე, მერე არტერიოლებამდე, მერე კაპილარებამდე და ნახეთ დააკვირდით აბსოლუტურად ყველგან, ფეხის თითებამდე, თმის ძირებამდე, ყველგან აბსოლუტურად თავი, კიდურები, მუცლის ღრუ, გულმკერდის ღრუ, აბსოლუტურად ყველგან, ყველა ორგანოს მოედება, იმიტომ რომ ყველა ორგანოს ჭირდება რა თქმა უნდა კვება, ხო? ვენებიდან წამოსული ვენური სისხლი, რომელიც მდიდარია ნახშირორჟანგით, ხოლო ხარებია ჟანგბადით, ვენების საშუალებით ისევ შეიკრიბება, რათა გულს დაუბრუნდეს და ხელახლა გამდიდრდეს ჟანგბადით. ესე იგი, ანუ რა მოხდა? რა მოხდა და ეს არტერიული სისხლი გადავიდა, ანუ აორტაში, მერე არტერიებში, მერე არტერიებში, მერე კაპილარებში. უწვრილესი, ყველაზე პატარა სისხლდარღვევი არის კაპილარები, რომელიც გარშემო მოერწყმება აბსოლუტურად ყველა ორგანოს. აქაც მოხდება ნივთიერებათა ცვლა, ხო? კაპილარში დიდი რაოდენობით არის საკვები ნივთიერებები და რა თქმა უნდა პირველ რიგში ჟანგბადი. კაპილარი ორგანოებს უჯრედებს მისცემს ჟანგბადს, ხოლო როგორც თავიდან თქვით, ორგანოები ხო მუდმივ მუშაობაში არის, აი მუდმივ მუშაობის შედეგად წარმოქმნილი ნახშირორჟანგი გადავა ახლა ორგანოებიდან კაპილარებში. ანუ გაუცვლიან ერთმანეთს ჟანგბადს და ნახშირორჟანგს, ხო? ანუ ნახშირორჟანგი გადავა ორგანოებიდან კაპილარებში და კაპილარებიდან ორგანოებში გადავა ჟანგბადი რა თქმა უნდა. ესე იგი, რა მოხდა? ჟანგბადით გაღარიბდა ეს სისხლი, რომელიც დიდი წრიდან წამოვიდა, ხო? და გარდაიქმნა ვენურ სისხლად. რადგანაც ვენურ სისხლად გარდაიქმნა, ახლა უნდა შევკრიბოთ ეს სისხლი აუცილებლად სისხლძარღვებში, კონკრეტულად ვენებში უნდა შეიკრიბოს, იმიტომ რომ ისევ უნდა ჩავიდეს უკან მარჯვენა წინაგულში, ხო? იმიტომ რომ რადგანაც მარცხენა პარკუჭიდან დავიწყეთ, მარჯვენა წინაგულში, მარცხენა პარკუჭიდან დავიწყეთ, მარჯვენა წინაგულში უნდა დასრულდეს. და როგორც თქვით, ვენა არის სისხლძარღვი, რომელსაც სისხლი ჩააქვს გულში, ხო? ამიტომ ვენებში შეიკრიბება აუცილებლად. კონკრეტულად შეიკრიბება ქვემო დააკვირდით და ზემო ღრუ ვენებს. ჩვენი ორგანიზმი დიდია, ხო? ქვემო კიდურებიდან, მუცლის ღრუდან ვენური სისხლი მოაქვს ქვემო ღრუ ვენას, ხოლო გულმკერდიდან, ზემო კიდურებიდან და თავიდან მოაქვს ზედა ღრუ ვენას. ისინი შეიკრიბებიან მარჯვენა წინაგულში. ამიტომ აღნიშნული ვენური სისხლი
ზედა და ქვედა ყრუვენების მეშვეობით მოხდება ესევ გულში. უფრო კონკრეტულად კი მარჯვენა წინაგულში. ეს კი სისხლის მიმოქცევის დიდი წრე. ესე იგი, მოდი შევაჯამოთ. საიდან იწყება მცირე წრე და სად თავდება და საიდან იწყება დიდი წრე და სად თავდება? მოკლედ რომ ვთქვათ. მცირე წრე იწყება მარჯვენა პარკუჭიდან, გადადის ვენურის სისხლიდან ჟანგბადი ღარიბის სისხლი ფილტვის არტერიაში. ფილტვში ხდება აირთა ცვლა და ხდება ვენურის სისხლის არტერიული სისხლის გადაქცევა და ფილტვის ვენებით ხდება ჩამოსვლა ამ არტერიული სისხლის მარცხენა წინაგულში. ანუ მარჯვენა პარკუჭიდან იწყება და მარცხენა წინაგულში სრულდება მცირე წრე. დიდი წრე იწყება მარცხენა პარკუჭიდან, გადაიტყორცნება სისხლი აორტაში და ხდება არტერიული სისხლის ვენურ სისხლად გარდაქმნა დიდ წრეში. ანუ პირიქით, ხო? და შეიძლება ვენურის სისხლი ქვედა და ზედა ყრუვენაში, რომელიც ჩაედინება, მიუერთდება და სისხლს ჩაედინებს მარჯვენა წინაგულში. ანუ დიდი წრე იწყება მარცხენა პარკუჭიდან, თავდება მარჯვენა წინაგულში. მარცხენა პარკუჭის კედელი სამჯერ სქელია მარჯვენა პარკუჭის კედელზე. ის სისხლს გადაისვრის აორტაში მაღალი წნევით და სიჩქარით. ესე იგი, გულის განყოფილებებს შორის ყველაზე მაღალი წნევა მარცხენა პარკუჭში. ესე იგი, გოგოებო, ნახეთ, გოგოებო და ბიჭებო, გოგოებს ვარ მიჩვეულ, გოგოებო და ბიჭებო. რადგანაც წეღან რომ ვთქვით, ხო, რატომ მარცხენა მხარეს რატომ შეიგრძნობა თითქოს ეს გულის ბიძგები, იმიტომ რომ, ნახეთ, აი შეხედეთ ზუსტად აი ეს მწვერვალი, აი ეს არის მწვერვალი, ხო? ნახეთ მწვერვალი რა შეესაბამება, როგორც გითხარით, მარცხენა პარკუჭის, ხო? მარცხენა პარკუჭის მიოკარდიუმი, ანუ კუნთი, ხო? სამჯერ უფრო სქელია, ვიდრე დანარჩენი სხვა ნაწილში ეს მიოკარდიუმი. რატომ? იმიტომ რომ მარცხენა პარკუჭიდან იწყება დიდი წრე და რომ წარმოიდგინოთ, ისეთი ძალით უნდა გადაწყორცნოს სისხლი აორტაში, რომ აბსოლუტურად მთელ ორგანიზმში მოედოს ეს ჟანგბადით მდიდარი სისხლი, ხო? ამიტომ ძალიან დიდი ძალით უნდა შეიკუმშოს. აქედან გამომდინარე, სწორედ მარცხენა მხარეს უფრო მეტად შეიგრძნობა ხოლმე ეს გულის ბიძგები, გარდანაც ხელი რომ დავიდოთ, ხო? შესაბამისად, მაგრამ ამბობენ ადამიანები, რომ მარცხენა მხარეს არისო გული. ანუ იმახსოვრებთ, რომ აუცილებლად მარცხენა პარკუჭს აქვს ყველაზე სქელი მიოკარდიუმი, ანუ კუნთოვანი ნაწილი. ისვენებს თუ არა გული. გული ყოველთვის შეუსვენებლად მუშაობს. ის 1 საათის განმავლობაში 300 ლიტრს სისხლს ტუმბავს, ხოლო დღე-ღამეში 10 ტონას სისხლს. ერთი დღის განმავლობაში კი საშუალოდ 100,000 ჯერ იკუმშება, ხოლო ყოველ წუთში კი 60-100 ჯერ. ეს უბრალოდ დასამახსოვრებლად და ისე საინფორმაციო რომ ვთქვათ და როგორც გითხარით ფიზიოლოგიურად 60-100 ჯერ იკუმშება გული. ეხლა ვიღაცა შეიძლება რაღაც ისეთი სიმპტომები, აი ცუდად ვარო ადამიანმა შეიძლება ზოგმა შეიძლება თქვას 85-ს, ზოგმა შეიძლება 100 რო აქვს გულისცემის სიხშირე წუთში, იმანაც არ შეაწუხოს. ამიტომ ძალიან ობიექტურია, ამიტომ ვარირებს ეს 60-დან 100-მდე. გულის ყველა განყოფილება ერთდროულად არ იკუმშება. ჯერ იკუმშება წინაგულების კედლები, რაც ნომთელ 1 წამს გრძელდება, პარკუჭები კი ამ დროს მოდონებულია. სწორედ ამ დროს წინაგულებში არსებული მთელი სისხლი გადადის პარკუჭებში. ესე იგი, მათ შორის არსებული კარიანი სარქველები ღია, ხოლო აორტისა და ფილტვის არტერიების ნაღვლისებრი სარქველები დახურული. ესე იგი, ხა მოდი განვიხილოთ ესეთი კითხვებიც უყვართ ხოლმე გამოცდებზე. ესე იგი, ჩვენ თავიდან რომ ვთქვით, ხო, და უკვე ვიცით, რომ ჯერ წინაგულები იკუმშება და შემდგომ იკუმშება პარკუჭები. აუცილებლად უნდა ვიცოდეთ ეს ფაზები და რამდენხნიანი არის. წინაგულების შეკუმშვა მიმდინარეობს 0.1 წამის განმავლობაში. აქ წაიკითხავთ წინაგულების სისტოლას. სისტოლა იგივე შეკუმშვა არის, ხო? ამიტომ ისე არ დაგაბნიოთ სიტყვა. წინაგულების შეკუმშვა იგივე წინაგულების სისტოლა. სისტოლა შეკუმშვას ნიშნავს. ამ დროს რა ხდება? როდესაც წინაგულები იკუმშება, პარკუჭებს რა მოსდისო, პარკუჭები მოდუნებული არისო. ესე იგი, რო წარმოვიდგინოთ ზუსტად აი ეს ვიდეოები, ხო? აი როგორც მუშაობს გული, ძალიან მარტივად დაიმახსოვრებთ. წინაგულების შეკუმშვის შედეგად პარკუჭებში უნდა გადმოვიდეს სისხლი. ამიტომ კარიანი სარქველები გაიღება, სამკარიანიც და ორკარიანიც, რა თქმა უნდა, ამიტომ რო კითხავენ კარისებურ სარქველებს რა ემართებათ წინაგულების შეკუმშვის მომენტში, ისინი ღია მდგომარეობაშიაო. ხოლო ჯიბისებურ სარქველები ამ დროს დაკეტილია, იმიტომ რომ ჯერ პარკუჭში უნდა ჩამოვიდეს, ხო, საკმარისი რაოდენობით სისხლი.
ესე იგი, წინაგულების შეკუმშვის დროს კარიანი სარქველები ღია, ხოლო ჯიბისებური სარქველები დახურულია და ეს ყოველდღე გრძელდება მხოლოდ 0.1 წამი. რასაკვირველია, წინაგულების შეკუმშვას უნდა მოყვას პარკუჭების შეკუმშვა. ამ დროს კარიანი სარქველები დახურულია, რათა სისხლის აბრუნებას ხელი შეუშალოს წინაგულებში. მაგრამ ამავდროულად ღია ნამგლისებრი სარქველები, რათა სისხლმა შეძლოს გადაადგილება ფილტვის არტერიისა და აორტის მიმართულებით. პარკუჭების შეკუმშვა 0.3 წამს გრძელდება. ესე იგი, აქ ამ დროს ნამგლისებური სარქველებს ხო? ნამგლისებური სარქველები და ჯიბისებური სარქველები ერთი და იგივეა. არ გიგონოთ რომ სხვადასხვა არის. მხოლოდ ორი სახელი აქვს ერთსა და იმავე სარქველს, ჯიბისებური, ნამგლისებური სარქველები. ამ დროს რა ხდება ესე იგი? ახლა განვიხილოთ კიდევ ერთხელ პარკუჭების შეკუმშვა, ხო? ანუ არკუჭების სისტოლა. გრძელდება 0.3 წამის განმავლობაში. ამ დროს წინაგულები მოდუნებულია, ახლა წინაგულებმა ხომ უნდა დაისვენოს. წინაგულები მოდუნებულია, კარიანის სარქველები იხურება, რატომ? იმიტომ რომ ეს რომ შეიკუმშება, სისხლი შეიძლება უკან ავარდეს წინაგულებში და ჩვენ ვიცით რომ სისხლი აუცილებლად უნდა მოძრაობდეს ერთი მიმართულებით, ხო? წინაგულებიდან პარკუჭებისკენ, პარკუჭებიდან სისხლძარღვებისკენ, ხო? ამიტომ კარიანის სარქველები დაიხურება იმისათვის რომ სისხლი გადავიდეს კარგად, კარგი წნევით, დიდი რაოდენობით სისხლძარღვებში, ამიტომ ჯიბისებური სარქველები ღიაა. რასაკვირველია, აქაც შეიძლება დაბრუნდეს სისხლი უკან პარკუჭებში. ამიტომ აღნიშნულს ხელს ჯიბისებრი, ნამგლისებრი სარქველების დახურვა უშლის. აი წაღან როგორც ვთქვით, გრავიტაციის ძალით მეთქი აქ სისხლძარღვები რომ გაიბერებათ, ხო, უკან რომ შეეცდება რომ ჩამოვიდეს, ამ დროს აი ესე ხელს მიკრავს ამ ნამგლისებრი ჯიბისებურ სარქველებს და დახურავს. ამიტომ უკან ვეღარ გრავიტაციის ძალით ვეღარ ჩამოვა უკან პარკუჭებში, არ დაბრუნდება ეს სისხლი, არ მისცემს საშუალებას ჯიბისებური სარქველები, იმიტომ რომ დაიხურება, ხო? შემდეგი ეტაპია პარკუჭებისა და წინაგულების ერთობლივი მოდუნება, რაც 0.4 წამს გრძელდება. ამას გულის სრული მოდუნება ჰქვია. ესე იგი, წინაგულების სისტოლა არის 0.1 წამი, პარკუჭების სისტოლა ანუ შეკუმშვა არის 0.3 წამი, გამოვიდა 0.4 წამი ერთად, ხო? ანუ გული რამდენსაც მუშაობს, ზუსტად იმდენ ხანს ისვენებს. ანუ სრული მოდუნება, როდესაც წინაგულებიც და პარკუჭებიც მოდუნებული არის, გრძელდება 0.4 წამის განმავლობაში. ეს მარტივად დასამახსოვრებელია, რადგანაც ამ დროს ყველაფერი დახურულია კარიანი და ნამგლისებური ან ჯიბისებური სარქველებით და ყველაფერი მოდუნებულია, წინაგულებიც და პარკუჭებიც. ეხლა აქ უბრალოდ პატარა ცხრილი არის გაკეთებული, რომ წინაგულების სისტოლა ვთქვით 0.1 წამი, შესაბამისად მისი მოდუნება თუ სისტოლა შეკუმშვა არის, დიასტოლა არის მოდუნება და მოდუნებული არის 3 წამის განმავლობაში წინაგული, იმიტომ რომ პარკუჭები ამ დროს შეკუმშული, ხო? და პირიქით, როდესაც პარკუჭები არის სისტოლაში, ანუ შეკუმშულ მდგომარეობაში 0.3 წამის განმავლობაში, პარკუჭები მოდუნებული არის წინაგულების სისტოლის დროს, ან 0.1 წამის განმავლობაში და სრულად გულის მუშაობის ფაზა ფაქტობრივად არის გრძელდება 0.8 წამის განმავლობაში, იმიტომ რომ 0.1 წინაგულების შეკუმშვა არის, 0.3 პარკუჭების შეკუმშვა ანუ სისტოლა არის, ხოლო სრული მოდუნება არის 0.4. რო დავამატოთ ერთმანეთს, გამოდის 0.8 წამი. პერიოდს წინაგულების ერთი შეკუმშვიდან მეორემდე გულის ციკლი ეწოდება. ანუ წინაგულების ერთი შეკუმშვიდან მეორე შეკუმშვამდე გულის ციკლი ეწოდება და გამოდის 0.8 წამი. გული სისხლს გვირგვინოვანი არტერიებით იღებს. ამ არტერიებით გულის კუნთოვან შრეს, ნოკარდიუმს ჟანგბადით მდიდარი სისხლი მიეწოდება მაშინ, როდესაც გული დიასტოლის მოსვენების ფაზაშია. დიასტოლა არის მოსვენება, სისტოლა არის შეკუმშვა, დიასტოლა არის მოდუნება. სისტოლასა დიასტოლას მაინც არ ხმარობენ ხოლმე მაინც გამოცდაზე. გვირგვინოვანი არტერიებია, გულის მარჯვენა და მარცხენა გვირგვინოვანი არტერიები. ესეც არ არის თვითონ გული როგორ მარაგდება, ეს არ არის ეროვნულის მასალა და საკითხი ნამდვილად, მაგრამ საინტერესოა ხო, ყველა ორგანომდე თვითონ გული გადატუმბავს სისხლს და ყველასთან მიაქვს თვითონ გული, თუმცა ხო ჭირდება გული ყველაზე მეტად დატვირთული ორგანოა, ხო? ორივე არტერია აორტიდან გამოდის. კერძოდ კი აორტული სარკმლების არეში, იქ არსებული წიაღებიდან. მარჯვენა გვირგვინოვანი არტერია მარჯვენა წინაგულს, მარჯვენა პარკუჭის დიდ ნაწილს, პარკუჭთა შორისიც კიდის მცირე ნაწილსა და მარცხენა პარკუჭის უკანა ზედაპირს აწვდის. ანუ აქ არის კონკრეტულად განხილული მარჯვენა კორონარული გვირგვინოვანი არტერია გულის რა ნაწილს ამარაგებს, ხოლო მარცხენა რომელ ნაწილს. ეს რა თქმა უნდა ეროვნულზე არ შედის.
სისხლს. მარცხენა გვირგვინოვანი არტერია კი დანარჩენ ნაწილს, მარცხენა წინაგულს, პარკუჩთა შორისის კიდის დიდ ნაწილს, მარცხენა პარკუჩს. და ის ვიცოდეთ უბრალოდ რომ ეს გვირგვინოვანი არტერიები არის აორტის პირველივე ტოტები. ანუ აორტაში როგორც კი სისხლი გადაიწყორცნება, ეგრევე პირველი რომელ ორგანოსთან მიდის? გულთან მიდის, თურმე ის ჟანგბადით მდიდარი სისხლი, ისათვის რომ კიდევ უფრო კარგად იმუშაოს გულმა, რა თქმა უნდა, ხო? და კონკრეტულად ეს არის გვირგვინოვანი არტერიები, მარჯვენა და მარცხენა გვირგვინოვანი არტერიები. ორივე გვირგვინოვან სისხლძარღვში წუთში გულიდან გადმოტყორცნელი სისხლის 4% მოძრაობს. გვირგვინოვანი არტერიები აორტის პირველი ტოტებია. გულის შეკუმშვეთა სიხშირე დამოკიდებულია ასაკზე, ფიზიკურ დატვირთვაზე, ემოციებზე და ასე შემდეგ. სტრესისა და ფიზიკური დატვირთვის დროს გულისცემის სიხშირე იზრდება, ძილის დროს კი მცირდება. რაც წეღამ თქვით, ხო? ძილის დროს მცირდება ფიზიოლოგიურად, სტრესის დროს და ფიზიკური დატვირთვის დროს კიდევ გულისცემის სიხშირე იზრდება. კიდევ ჰიპოთირეოზის დროსაც შეიძლება რომ ბრადიკარდია იყოს, ანუ გულისცემის სიხშირე შემცირდეს. პულსი. ეს არის სისხლძარღვის კედლის პერიოდული რიტმული გაფართოება, გულის შეკუმშვის რიტმის შესაბამისად. როგორც უკვე ვიცით, მარცხენა პარკუჩის ყოველი შეკუმშვისას გულიდან გადმოსროლილი სისხლი აორტაში წნევით გადაიტყორცნება. მის კედელს დიდი ძალით ეჯახება და კედლის რხევას იწვევს. პულს შევივსებთ სხეულის იმ ადგილებში, სადაც არტერიები სხეულის ზედაპირთან ახლოს მდებარეობს. პულსთან დაკავშირებით წელს იყო ხუთშორის შეკითხვა, მაგასაც განვიხილავთ გაკვეთილის ბოლოს. ამიტომ ვიცოდით რა არის პულსი. ეს არის სისხლძარღვის კედლის პერიოდული რიტმული გაფართოება, ხო? იმიტომ რომ აორტაში რომ გადაიტყორცნება მთელი ძალით ეს სისხლი, რომ მიეჯახება ამ არტერიებს, აი ზუსტად იმას ზედაპირზე, აი ზედაპირულ ნაწილში, ზედაპირულ არტერიებზე ფაქტობრივად შევიგრძნობთ მას. ანუ რა ინფორმაციას გვაძლევს პულსი სამედიცინო თვალსაზრისით ესეც საინტერესოა, არა მარტო სიხშირეზე, რომ დავითვლით, რომ აი წუთში ამდენია, მომატებულია ან დაკლებულია სიხშირე, ხო? არამედ რეგულარულობასაც შევიგრძნობთ ჩვენ. შეიძლება დუკ, აი ესე შეიძლება სხვა, ანუ ესე არარეგულარული შეიძლება იყოს რიტმი, რაც გვაფიქრებინებს არითმიაზე. რა თქმა უნდა, ასე პირდაპირ ვერ დავადებ რომ აი არითმია გაქვს პულსის გამო ვერ ვიტყვით, ხო? არც უნდა ვთქვათ არანაირ შემთხვევაში, მაგრამ უნდა დავფიქრდეთ. ასევე ეს პულსი შეიძლება იყოს ძლიერი, შეიძლება იყოს აი მაგალითად სუსტი პულსი, რომ კარგად არ იგრძნობა. დაბალ წნევას ვარაუდობთ ხოლმე ამ შემთხვევაში, ვარაუდობთ. ხოლო ძლიერი პულსისას მაღალ წნევაზე ვარაუდობთ, იმიტომ გავუსვი ხაზი, რომ რა თქმა უნდა, პულსის მიხედვით წნევაზე, ანუ 100%-იანი არ მომდოთ, რომ დაბალია ან მაღალია, აუცილებლად უნდა გადავამოწმოთ აპარატითაც, ხო? სად შეიგრძნობა? რა თქმა უნდა, ყველა მიცის ეს მაჯაზე, ასევე კისერზე საძილე არტერია, ასევე მხარზე, აი ამ ადგილას ეს თუ ჩააჭერთ, საფეთქელზეც, აქაც დაწვრილება შეგრძნიათ და ასე შემდეგ. სისხლძარღვები ელასტიური მილებია, რომლითაც დაგსელილია მთელი სხეული. განარჩევენ არტერიებს, ვენებსა და კაპილარებს. არტერიების კედელი სამი გარსისგან შედგება. ესენია: გარეთე შემოერთებელი, შუა კუნთოვანი, შიგნითა ეპითელური. ესე იგი, გადავიდეთ სისხლძარღვებზე, ხო? აუცილებლად უნდა დავიმახსოვროთ, როგორი არის არტერიები, ვენები და კაპილარები, ხო? რისგან შედგება? არტერიებში ქონია თურმე სამი ქსოვილი, გარედან შემაერთებელი ქსოვილი, შუა კუნთოვანი, ნახეთ როგორი სქელი კუნთია და შიგნით ენდოთელური ქსოვილი, ანუ იგივე ეპითელური ქსოვილი. გახსოვთ რომ გითხარით სისხლძარღვშიც ენდოთელიუმია თქო, გულშიც ენდოთელიუმია შიგნით, ხო? არტერიები კალაპოტისა და დატვირთვის შესაბამისად განსხვავებული რაოდენობის კუნთოვან და ელასტიურ ბოჭკოებს შეიცავს. უწვრილეს არტერიებს არტერიოლები ეწოდება. სისხლძარღვებს, რომელთაც სისხლი გამოაქვს გულიდან და ორგანოებისკენ მიაქვს, არტერიები ეწოდება. როგორც წეგან თქვით, ხო, არტერიების და ვენების განმარტება. არტერია არის სისხლძარღვი, რომელსაც გულიდან სისხლი გამოაქვს, ხოლო ვენა არის სისხლძარღვი, რომელსაც სისხლი გულში ჩააქვს. სისხლძარღვებს, რომლებშიც სისხლი სხვადასხვა ორგანოებიდან გულისაკენ მოძრაობს, ვენები ეწოდება. შესაბამისად, არტერიებში ჟანგბადით მდიდარი სისხლი მოძრაობს, ხოლო ვენებში ნახშირო ჟანგით მდიდარი სისხლი მოძრაობს. და აი ახლა მივადგეთ სწორედ იმ გამონაკლის, ესე რომ ვთქვათ, ასე ვამბობთ, ხო, ძირითადად რომ არტერიებში არტერიული სისხლი მოძრაობს, ვენებში ვენური სისხლი მოძრაობს. თუმცა
გამონაკლისი არის მცირე წრის სისხლძარღვები. ჩვენ რომ მცირე წრე უკვე კარგად დამახსოვრებული, დაზებირებული გვექნება, ხო? უკვე აღარ გაგვიჭირდება იმაზე პასუხი, თუ სად არის პირიქით გამონაკლისის სახით, რომ არტერიაში ვენური სისხლი მოძრაობს და ვენაში კიდევ არტერიული. ეს კითხვაც უყვართ ხოლმე, აი კონცენტრაციების და რაღაცების მიხედვით და ამასაც გაკვეთილის ბოლოს აუცილებლად ვნახავთ. ამიტომ ყურადღება უნდა გავამახვილოთ აუცილებლად, ხო? აი მაგალითად მცირე წრის ფილტვის არტერია. საიდან გამოდის? მარჯვენა პარკუჭიდან, ხო? მარჯვენა პარკუჭიდან სისხლი, ვენური სისხლი გადაიწყორება ფილტვის არტერიაში, იმიტომ რომ ამ მცირე წრეში ვენური სისხლი უნდა გარდაექმნას არტერიულ სისხლად. რადგანაც ჩვენ განმარტებას არტერიას და ვენას მისი ფიზიკურობის გამო და მისი ფუნქციის გამო ვარქმევთ, ანუ რომ არტერიამ სისხლი უნდა გამოიტანოს გულიდან და ვენამ უნდა ჩაიტანოს, ამიტომ ვეძახით და არა იმის გამო, რომ მასში არტერიული ან ვენური სისხლი მოძრაობს, ხო? ამიტომ გამონაკლისის სახით მაინც და კარგად დავიმახსოვროთ, რომ მცირე წრის ფილტვის არტერიაში მოძრაობს ვენური სისხლი, ხოლო ფილტვის ვენებს ჩააქვს არტერიული სისხლი მარცხენა წინაგულში, ხო? ანუ ფილტვის არტერიაში ვენური სისხლია, ფილტვის ვენებში კიდევ არტერიული სისხლი მოძრაობს. მიხვდით, ხო? აბა გავაგრძელოთ. ვენების კედელი არტერიების მსგავსად სამი შრისგან შედგება, მაგრამ უფრო თხელია. ქვემო კიდურების ვენების შიგნითა ზედაპირზე სარქველებია, რომლებიც ხელს უშლის სისხლის უკუ მიმართულებით დინებას. ესე იგი, ყველაზე სქელი კუნთოვანი შრე, რომ სისხლძარღვს ექნება არტერიას, ვენას თუ კაპილარს? არტერიას, რა თქმა უნდა, კი ბატონო, იმიტომ რომ მისი ფუნქციიდან გამომდინარე, რომ ეს სისხლი უნდა გადაწუნბოს აბსოლუტურად, წაიყვანოს უბრალოდ აბსოლუტურად ყველა ორგანომდე, რა თქმა უნდა, მას სჭირდება განსაკუთრებულად სქელი კუნთოვანი შრე. ასევე თვითონ არტერიაც სქელი უნდა იყოს, იმიტომ რომ არტერიები ახლოს არის გულთან და გული იმხელა ძალით ურტყავს ამ სისხლს, რომ შიგნით ანუ ეს სისხლიც ელასტიური უნდა იყოს და არ უნდა გასკრეს, ხო? აქედან გამომდინარე თვითონ არტერიაც სქელია, რომ ამ ხელად ძალით გადმოწყორცნილი სისხლს გაუძლოს არტერიამ, ხო? ხოლო ეხლა კიდე ძალიან მნიშვნელოვანი ესეც უყვართ ხოლმე გამოცდაზე ძალიან, რომ თურმე დამატებით ვენებს, გარდა იმისა, რომ ჩვეულებრივ გარედან შემაერთებელი, შუაში კუნთოვანი და შიგნით ენდოთელიუმი, ანუ ეპითელური ქსოვილი აქვს ვენებს, ასევე დამატებით ქონიათ, როგორც კონკრეტულად ქვემოკიდურის ვენებს, ქონიათ ასევე ჯიბისებური სარქველები. ჯიბისებური სარქველები კიდე სად ქონდა იგივე ნამდვილსებური? პარკუჭებსა და სისხლძარღვებს შორის. იგივე მსგავსი იგივე სახელი აქვს ჯიბისებური სარქველები ქონია ქვემო კიდურებში. რატომ ქვემო კიდურებში? იმიტომ რომ ვენური სისხლი ქვემო კიდურებიდან ზემოთ უნდა ამოვიდეს გრავიტაციის საწინააღმდეგოდ, ხო, გრავიტაციული ძალის საწინააღმდეგოდ გულისკენ, რათა ჩავიდეს ქვემო ღრუვენით, ჩავიდეს მარჯვენა წინაგულში. ხო ესეა? აქედან გამომდინარე, უკან გრავიტაციულმა ძალამ რა ჩაიტანოს ეს სისხლი, აუცილებელი არის სარქველები, რომ დაატოვოს, ჩაიკეტება, აი ეს სარქველები ესე ჩაიკეტება და უკან არ ჩამოუშვებს ქვემო კიდურებისკენ სისხლს და აი სწორედ ამ დროს თუ აი სარქველები არის დაზიანებული, ამ შემთხვევაში არის ხოლმე რომ ქვემო კიდურების შეშუპება შეიძლება განვითარდეს. იმიტომ რომ სისხლი ჩამოვა უკან ისევ ქვემო კიდურებისკენ და დაგუგდება. დავიმახსოვროთ გამონაკლისი. ფილტვის არტერიაში მარჯვენა პარკუჭიდან ჟანგბადით ხარიბი სისხლი. ხოლო ფილტვის ვენებიდან მარცხენა წინაგულისკენ ჟანგბადით მდიდარი სისხლი მოძრაობს. ხო, ანუ ეს არის გამონაკლისი და ეს არის ატრიალებენ ძალიან ხშირად ეროვნულზე, ამიტომ კარგად დავიმახსოვროთ. ილუსტრაციაზე ხედავთ არტერიებს, ვენებსა და კაპილარს შორის განსხვავებებს. მათ შორის ყველაზე თხელი კედელი კაპილარებს აქვს, რაც შექმნილია ერთშრიანი ენდოთელიუმით. ესე იგი, განსხვავება რა ყოფილა? არტერიები და ვენები მსგავსია, სამი ქსოვილით არის წარმოდგენილი, გარეთ შემაერთებელი, კუნთოვანი, ენდოთელიუმი, ანუ ეპითელური. კაპილარს აქვს მხოლოდ ერთი შრე ენდოთელიუმის, ანუ ეპითელური ქსოვილი, ხო? დავიმახსოვროთ. ადამიანის სისხლის 1 კუბურ მილიმეტრში ფორმიანი უჯრედებიდან ყველაზე დიდი რაოდენობით გვხვდება ერითროციტები. აი ეს ერითროციტებზე სისხლის შემადგენლობა სისხლის ფორმიან ელემენტებზე წინა გაკვეთილში არის.
სისხლის ყველაზე მაღალი წნევა აორტაშია. რაც უფრო შორდება სისხლძარღვი გულს, წნევად შესაბამისად მცირდება. ესე იგი, ყველაზე დაბალი წნევა ვენებში. წნევათა სხვაობა არტერიებსა და ვენებში სისხლის უწყვეტ მოძრაობას განაპირობებს. ესე იგი, სისხლი მაღალი წნევის უბნიდან დაბალი წნევის უბნისკენ მოძრაობს. სისხლის წნევა არის ძალა, რომლითაც სისხლი ახდენს შეწოვას სისხლძარღვის კედლებზე. ესეც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ძალიან უყვართ ეროვნულებზე, წნევათა სხვაობა სხვადასხვა სისხლძარღვში და რატო ხდება, რომ სხვადასხვა სისხლძარღვში სხვადასხვა წნევა არის. ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ზიანდება, რასაც თუ დაიმახსოვრებთ, მარტივად შეგიძლიათ რომ სხვა რაღაცებსაც გასცეთ პასუხი. რაც უფრო შორდება სისხლძარღვი გულსო, წნევა შესაბამისად უფრო მცირდებაო. გული, არტერია, კაპილარი, ვენა. უკვე დალაგებული არის წნევის კლებადობის მიხედვით. ანუ აორტაში, არტერიებში ყველაზე მაღალი წნევა იქნება და ლოგიკურიც არის, რატო იქნება? იმიტომ რომ გულთან ახლოს არის, გული ესე ძალიან ძლიერ შეიკუშება მარცხენა პარკუთი გადატყორცნის ასეთი სიძლიერით მიეჯახება მთელი წნევით აორტას არტერიებს. ხო, აქედან გამომდინარე, არტერიებში რა თქმა უნდა მაღალი წნევა არის. შემდგომ შედარებით დაბალი არტერიებში შედარებით არის კაპილარებში. ხოლო კაპილარებზე კიდევ უფრო დაბალი წნევა, ყველაზე დაბალი არის ვენებში. და ზოგადად ფიზიკაშიც ასია, ბუნებაში ყველგან ასე არის, რომ მოძრაობს სისხლი მაღალი წნევიდან დაბალი წნევის არეალისკენ. ასევე სუნთქვის დროსაც ჰაერი გადაადგილდება მაღალი წნევიდან დაბალი წნევისკენ. უბრალოდ სუნთქვა არ არის დღევანდელი ჩვენ გაკვეთილის თემა. უბრალოდ დაიმახსოვრეთ, სუნთქვის დროსაც ასე არის და სისხლძარღვშიც ასე არის. სისხლი მოძრაობს მაღალი წნევის უბნიდან დაბალი წნევის უბნისკენ, ესე იგი არტერიიდან კაპილარისკენ, კაპილარიდან ვენებისკენ. მოდით შევაჯამოთ სისხლის მოძრაობის მიზეზები. ესენია: გულის ჭამბოს მოქმედება, წნევათა სხვაობა არტერიებსა და ვენებში, სისხლი მაღალი წნევის არიდან მიემართება დაბალი წნევის არეში, გრავიტაციული ძალები, გუნთების მუშაობა, ვენების სარქველი. ასეთი კითხვაც შეიძლება შეგვხვდეთ ეროვნულ გამოცდაში, აუცილებლად რატომ მოძრაობს სისხლი? და თან ერთი მიმართულებით რომ მოძრაობს, ხო? ტომბო რომ მუდმივ მუშაობაში არის ეს ჩვენი გული, წნევათა სხვაობა არტერიებში და ვენებში კიდევ ერთხელ გავიმეოროთ, რომ მაღალი წნევის არიდან დაბალი წნევის არისკენ მიემართება რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესი არის გრავიტაციული ძალები. გრავიტაციული ძალები ხელს უწყობენ ფაქტობრივად, რომ ყველგან კარგად გადაანაწილდეს ეს სისხლი, მაგრამ ხელს უშლიან, რომ ქვემოკედურებიდან გულისკენ ამოვიდეს პირიქით სისხლი, ხო? მაგრამ ამას, რომ უკან არ ჩავიდეს ეს სისხლი ქვემოკედურებისკენ, ხელს უშლის კუნთების მუშაობა, აი კანჭის კუნთებიც ძალიან მნიშვნელოვანი არის, წვივის კანჭის კუნთები თუ არის წვივის გულისხმობ, კუნთები და ვენების სარქველები რა თქმა უნდა. სისხლის მოძრაობის სიჩქარე ყველაზე მაღალი არტერიებში, ხოლო ყველაზე დაბალი კაპილარებში. ვენებში კი სისხლის საშუალო სიჩქარით მოძრაობს. ეხლა მარტივად როგორ ვამახსოვრებინებ ხოლმე ჩემს სწავლებს, რომ ლოგიკურია, რომ არტერიებში ყველაზე სწრაფად მოძრაობს სისხლი, იმიტომ რომ ყველაზე დიდი ძალით მარცხენა პარკუჭი რო შეკუშება უწევთ და არა მარტო მარცხენა მარჯვენა პარკუჭის, ხო? ახლოს არის ეს სისხლძარღვი არტერია გულთან და შესაბამისად დიდი სიჩქარით მოძრაობს და მაქსიმალურად ცდილობს, რომ ჩქარ-ჩქარა მივიდეს ორგანიზმის ყველა ორგანოსთან, რა თქმა უნდა, მაგრამ კაპილარში რატომ მოძრაობს ყველაზე ნელა? ჯერ ერთი ის, რომ ყველაზე თხელი არის, ხო? ამაზეც შეგვიძლია პასუხი გავცეთ, რატომ არის ერთშრიანი? იმიტომ რომ სწორედ კაპილარულ დონეზე ხდება ნივთიერებათა ცვლა სისხლსა და ორგანოებს შორის. ჩვენ ხო თქვით თავიდან ძალიან ბევრჯერ გავიმეორეთ, რომ კაპილარი მისცემს ამას, ორგანოების უჯრედები მისცემენ კაპილარებს ამას. ხო? იმისათვის, ეხლა წარმოგიდგენთ ვენა და არტერია რო იყოს აი ამ სისქეში. ჯერ მარტო ეს ნივთიერებები ვერ გაძვრებიან ეგრე მარტივად, ამიტომ კაპილარი მაქსიმალურად თხელია და სისხლის სიჩქარეც მაქსიმალურად დაბალი არის, რომ ესე ნელ-ნელა გაიაროს და კარგად მოხდეს ნივთიერებათა ცვლა. ახლა ასე უცბად თუ ჩაიქროლებს, ხო? ვერ მოასწრებს, რა თქმა უნდა, ორგანოები, ვერც გამდიდრებას ჟანგბადით და საკვები ნივთიერებებით და ვერც მეტაბოლიზმის ნარჩენების გადაცემას ვერ მოახერხებს კაპილარებისკენ, ხო? ამიტომ მარტივად შეგიძლიათ დაიმახსოვროთ ამის გამო, რომ კაპილარებში არის ყველაზე დაბალი სიჩქარე. ესე იგი, სიჩქარე სისხლძარღვებიდან ყველაზე დაბალი ყოფილა კაპილარებში, ხოლო წნევა
ყველაზე დაბალი ყოფილა ვენებში. ეს კითხვა თუ გვყართ ხოლმე? მოდით ეს მოდული დავასრულოთ გულსის არხის სისტემასთან ასოცირებული პათოლოგიური მდგომარეობების განხილვით. საინტერესო. ეს არის ერითროციტების ან ჰემოგლობინის რაოდენობის შემცირება სისხლის მოცულობის ერთეულში. ანემიის ხშირი გამოვლინებაა კანის ფერმკრთალი შეფერილობა, დაღვრილობა და სისუსტე. ეს ყველა სიმპტომი ჟანგბადის უკმარისობით არის გამოწვეული. ათეროსკლეროზი. ახლა სანამ ანემია, ხო? ესე იგი, ანემია რა დაავადებაა? ეს არის ის დაავადება, როდესაც ადამიანის ორგანიზმში მცირდება ერითროციტების რაოდენობა, ან ჰემოგლობინის რაოდენობა, ან ორივესი ერთად. ძალიან ხშირი არის ხოლმე ისეთი შემთხვევები, რომ ერითროციტების რაოდენობაც მცირდება და ჰემოგლობინის რაოდენობაც. რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი? ამის მიზეზი შეიძლება იყოს მაგალითად ძლიერი სისხლდენები, ასევე უშუალოდ ძვლის ტვინის დაზიანებაც. რის დროსაც ვეღარ ხდება ამ ერითროციტების კარგად წარმოქმნა. ასევე შეიძლება იყოს მიზეზი რკინის ნაკლებობა, ვთქვათ, ვერ შეიწოვს რკინას კარგად ჩვენი ორგანიზმი, ძირითადად საჭმელმონებელი სისტემა რა თქმა უნდა, ან გარემოდან ვერ ვიღებთ საკმარის რაოდენობით რკინას და რკინა, რატომ? მაინც რკინა არის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი ჰემოგლობინისა, რომელიც არის ერითროციტის ნაწილი, ხო ესია? აქედან გამომდინარე, სრულყოფილი ერითროციტი ვერ იარაღებს რკინის გარეშე. რკინა მაგნიტივით მოქმედებს ჟანგბადზე, მის პასუხისმგებლობაშია, რომ ჟანგბადი მიერთოს ამ რკინამ და გადაიტანოს ერითროციტმა, უბრალოდ გადაიტანოს, ხო? ეს ჟანგბადი ყველა ორგანოსთან. აქედან გამომდინარე, რა იქნება, რა თქმა უნდა, სიმპტომები იქნება, სისუსტე, თავბრუსხვევა, დაღლილობა მუდმივად, ასევე ფერმკრთალი არის კანი, არა მარტო კანი, არამედ ლორწოვანი. ხშირად ალბათ გინახავთ ექიმთან ან ისე რომ აი აქ ხო კონიუნქტივაზე ყველაზე კარგად ჩანს ხოლმე უფრო სისხლძარღვები, ესე დაქსელილი უნდა იყოს. თუ ოდნავ მოყვითალოა, თუ გაფერმკრთალებულია, ეს შეიძლება მიუთითებდეს ასევე მასე ანემიაზე შეიძლება მიუთითებდეს, ასევე თმის ცვენა, ფრჩხილების მტვრევა და ასე შემდეგ. ეხლა მოდი ვნახოთ ათეროსკლეროზი რას ნიშნავს. ათეროსკლეროზი. ათეროსკლეროზი ქრონიკული დაავადებაა, რომელიც ვითარდება ლიპიდების ცვლის დარღვევით და თან ახლავს ქოლესტერინის დაგროვებას სისხლძარღვების შიდა კედელში. აღნიშნული კი იწვევს სისხლძარღვების შევიწროებასა და არტერიების დახშობას. ამ დროს ირღვევა ორგანიზმში სისხლის მიმოქცევა, რაც ხელს უშლის სახიცოცხლო ორგანოების ნორმალურ ფუნქციონირებას. ესე იგი, ათეროსკლეროზის დროს პაციენტს ადამიანს აქვს ლიპიდური სპექტრი გარღვეული. მაგალითად, სიმსუქნის დროს, მაგალითად, ჰიპოთირეოზის დროს, მაგალითად, დიაბეტის დროს. ამ დროს დიდი რაოდენობით ქოლესტერინი გროვდება სისხლში და რა მოხდება, რომ ტრიალებს ეს ქოლესტერინი, აი ესე გროვდება ენდოთელიუმზე, მიეწევება ამ ენდოთელიუმს და ნელ-ნელა გასქელდება ეს ქოლესტერინის, ეს ათეროსკლეროზული უბნები და ნახეთ, ასეთი რომ უნდა ყოფილიყო, ესე კარგად გაჯიჯილებლად რომ უნდა გასულიყო ეს სისხლი, ხო, ამ სისხლძარღვებში. ესე ვეღარ გაივლის, იმიტომ რომ ეს ათეროსკლეროზული ფოლაქები ქვია, შეავიწროვებენ სისხლძარღვს. აქედან გამომდინარე, სადაც დაზიანება არის, შესაბამისად იმ უბანში ვეღარ ხდება სისხლით მომარაგება, ეს ნებისმიერი ორგანო შეიძლება იყოს, ხო? აქედან გამომდინარე, ის უბნები შეიძლება დაზიანდეს ორგანოების. ახლა მაგალითები განვიხილოთ ათეროსკლეროზის შედეგად რა შეიძლება მოხდეს. ნებისმიერ სხვა ორგანოს გულის კუნთსაც გამუდმებით სჭირდება ჟანგბადი. როდესაც გულის მკვლელ კორონალურ არტერიებში რაიმე მიზეზით სისხლის მიმოქცევა წყდება, პაციენტს ეწყება ძლიერი ტკივილი ან სხვადასხვა სახის დისკომფორტი გულის არეში. თუ კი ეს მდგომარეობა ნახევარ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა და გულის მკვლელ კორონალურ სისხლძარღვებში სისხლის მიმოქცევა არ აღდგა, ჟანგბადის მწვავე ნაკლებობის გამო გულის კუნთის უჯრედები იღუპებიან, ვითარდება მიოკარდიუმის ინფარქტი. მიოკარდიუმის ინფარქტის მიზეზი უხშირესად ათეროსკლეროზია. აი სწორედ, უხშირესი მიზეზი არის მიოკარდიუმის ინფარქტის ათეროსკლეროზი, მაგრამ შეიძლება სხვა მიზეზებიც გამოიწვიოს, მაგასაც გეტყვით. ესე იგი, რა ხდება, რომ აქაც ათეროსკლეროზის შედეგად ხდება კორონარული არტერიების, ანუ კონკრეტულად გულს რასაც ამარაგებს, იმ არტერიების დახშობა ათეროსკლეროზული ფოლაქებით და ვეღარ ხდება მომარაგება ჟანგბადით ნორმალურად
აი ამ მიოკარდიუმის უბნის. კონკრეტულად რაღაც უბანში შეიძლება მოხდეს და ამას ეწოდება სწორედ მიოკარდიუმის მიოციტების ყდობა რომ ხდება, ამას ეწოდება სწორედ მიოკარდიუმის ინფარქტი. არა მარტო ათეროსკლეროზის მიზეზი, ათეროსკლეროზი იყოს შეიძლება მიზეზი მიოკარდიუმის ინფარქტის, არამედ შეიძლება იყოს კორონარული არტერების სპაზმი. აი დაახლოებით აი ასეთ რაღაცით სპაზმი, ანუ თვითონ სისხლძარღვი შეიძლება ესე შევიწროდეს რაღაცნაირად, მაგალითად სტრესის დროს და ასევე თამბაქოს მოხმარება არის ხოლმე ძალიან ხშირი მიზეზი სწორედ აი ამ სპაზმის, კორონარული არტერების სპაზმის. უხშირესად ათეროსკლეროზია. იშემიური ინსულტი. ინსულტის დროს თავის ტვინში ირღვევა სისხლის მიმოქცევა. ამის გამო ტვინის ქსოვილ ჟანგბადი და აუცილებელი საკვები ნივთიერებები აღარ მიეწოდება. აღნიშნული კი აზიანებს ტვინის ქსოვილს. ტვინის ფუნქციის აღდგენა დამოკიდებულია დაზიანების ზომაზე. ესე იგი, იშემიური ინსულტი. იშემიურ ინსულტს მიოკარდიუმის ინფარქტის მსგავსი მექანიზმი აქვს, მაგრამ იმის გამო, რომ ეს სისხლის მიწოდება კარგად ვეღარ ხდება გულში, იმას ინფარქტი ჰქვია, ხოლო თავის ტვინში კიდევ იშემიური ინსულტი ჰქვია, ხო? ანუ იმას უბრალოდ სახელებია განსხვავებული, გულში ინფარქტია, თავის ტვინში ინსულტია. და ასევე როგორც თქვით, აქაც მსგავსად, ხო, ეს ათეროსკლეროზული ქალაქები ჩალაგდება და ტვინს რომ აღარ მიეწოდება, იმის გამო რომ სისხლი ვეღარ გაივლის კარგად რაღაცა უბანში რომ ვეღარ მიეწოდება სისხლი, ეს იმას ნიშნავს, რომ ესე იგი ჟანგბადით ვეღარ მომარაგდება ის უბანი და შეიძლება ამ ტვინის უბნის ყდობა გამოიწვიოს, ხო? და რამდენად არის დაზიანებული ეს ტვინის უბანი, მაგაზე არის სწორედ დამოკიდებული, რამდენად აღდგება, ანუ გამოჯანმრთელება ამაზეა სწორედ დამოკიდებული. ბუნებრივი აირის არასრული წვის შედეგად გამოყოფილი ნახშირბადის მონოქსიდი ხშირად ხდება ადამიანთა სიკვდილის მიზეზი. ჰემოგლობინი ნახშირბადის მონოქსიდთან უფრო მტკიცე ნაერთს წარმოქმნის, ვიდრე ჟანგბადი. იგი ჰემოგლობინს უკავშირდება კარბოქსიჰემოგლობინის წარმოქმნით. სწორედ ამ მექანიზმის გამო ირღვევა უჯრედების ჟანგბადით მომარაგება. ესე იგი და ბოლოს ეს არის ნახშირბადის მონოქსიდით მოწამვლა, ალბათ გაგიგიათ ბუნებრივი აირით ჭყალებში გაიგუდაო ადამიანიო, ეხლა როგორ, ანუ რას ნიშნავს ეს გაიგუდა, ხო? ჩვენ ვთქვით, რომ ჰემოგლობინის რკინასთან უნდა მიმაგრდეს ჟანგბადი და იმით ის ერითროციტის საშუალებით სისხლით უნდა მიიტანოს ყველა ორგანომდე, ხო? რას აკეთებს ამ დროს ნახშირბადის მონოქსიდი? ნახშირბადის მონოქსიდი არის მომწამვლელი აირი, რადგანაც იგი ჩაუმაგრდება ჰემოგლობინის ფაქტობრივად რკინას, იმდენად მტკიცე ნაერთს წარმოქმნის, რომ ჟანგბადის ადგილს იკავებს. ესე იგი, ჟანგბადი შეიძლება ჩვენ ორგანიზმში იყოს, მაგრამ იმის გამო, რომ ის ადგილი, სადაც თვითონ ჩამჯდარიყო, ანუ ჰემოგლობინი, ადგილი აღარ არის, იმიტომ რომ მონოქსიდს აქვს დაკავებული ეს ადგილი. აქედან გამომდინარე, ვეღარ ხდება ჟანგბადის მომარაგება ვეღარანაირი ორგანოსი. ეს არის სწორედ ნახშირბადის მონოქსიდით მოწამვლის პათოფიზიოლოგია. სულ ეს იყო დღევანდელი ჩვენი გაგაკვეთილი. იმედია მოგეწონათ და ინფორმაციული იყო. რაიმე კითხვები ხომ არ გაქვთ? სანამ ტესტებს განვიხილავთ. ხო შეგინიშნიათ რამე კითხვა ან ისე ხომ არ ამ მომენტში ხო არ გიჩნდებათ? არანა კითხვები უშუალოდ მოწერილი არ არის. თუ დასვამენ, ისევ უპასუხოთ. კი ბატონო. შე როგორ მოეწონათ ეს რო გითხრათ, გაგვიხარდება ძალიან, აი რეაქტებს ვხედავ ახლა ჩვენთან აჩვენებს. ხო. მე ჩავერთვები და გეტყვი ძალიან მაგარი გოგო ხარ. მადლობა დიდი. მადლობა წარმატება შენ. მადლობა, მადლობა. ძალიან დიდი სიამოვნება მივიღე მეც. ძალიან მიხარია. კაი ჩემო გოგო, წარმატებები ბევრი. მადლობა თქვენს. ფუერთდები ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი ლექცია იყო თავისი ვიდეო მასალით. მადლობა, დიდი ძალიან მიხარია რომ მოგეწონათ. არა მე ხო ხშირად დაიმეორებს სხვა თემების საუკეთესო იქნება. მიუხედავად იმის რომ ხშირად ვუსმენ ხოლმე ანას, ანუ ფანტასტიკური ხარ რა. ეს თემა იყო სპეციალურად არ
ერთ-ერთი რთული დასაზრებელი თემაა, აი ძალიან შეიძლება აგერიოს უწყოთ, რომ იქ მარჯვენა, მარცხენა, გარკვე რომელი მოკლედ ძალიან რთულია და ბრავო. ანა ფანტასტიკურია. მადლობა გითი. მოკლედ მეც მინდა რაღაც თქვა, რამდენი ხანია მოკლედ ერთთვის განმავლობაში ნახევარი თვე რომ მოგატყუას ყურად, ანუ თვალს ვადევნებ თქვენს გვერდს, იმიტომ რომ ზოგადად მსგავსი რაღაცები ძალიან მაინტერესებს და იმდენად საინტერესოა, ვერ აგიღწევთ. ეხლა თქვენ რასაც იდახოდით, არის რაღაცები, რაც მაგალითად ბიოლოგიაში არ გვისწავლია და ძალიან გამომადგა, მართლა ძალიან გამომადგა თქვენი ახსნილი გაკვეთილი. და ასევე იმ ტესტების მომახვილებ კიდევ ყურადღებას, რაც წავიკითხე, ვერ შევიძინე, მაგრამ ძალიან მოვეწონა მოკლედ, რაც ჰქონდა ჩაგდებული. და გაზიარებული ჩვენთვის. და ძალიან დიდი მადლობა და მსგავსი გაკვეთილები ძალიან აუცილებელია მოკლედ და ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. იმდენად სასიამოვნო მოსასმენი იყო და უბრალოდ ისეთი მომენტი იყო, როდესაც ადამიანი უსმენდა სიამოვნებს და უფრო მეტად გინდა რომ მოусმინო. ზუსტად ესეთი იყო, უღრმესი მადლობა თქვენ. მადლობა თქვენ. დიდი მადლობა თქვენ. ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისთვის. მოდი ნახოთ ხო ის ტესტები, რამდენიმე ტესტი არის და რო განვიხილოთ ხო ეროვნულის ტესტებიდან. ნახოთ. ესე იგი, აბა ნახოთ, ესე იგი ერთ-ერთი წლის ტესტი არის, რომ სად იწყება და სად მთავრდებაო სისხლის მიმოქცევის მცირე წრეო. აბა, სწორი პასუხია პირველი მარჯვენა პარკუჭიდან იწყება და მეორე მარცხენა წინაგულში მთავრდება. კი ბატონო, სწორია ნამდვილად, მცირე წრე იწყება მარჯვენა პარკუჭიდან, მთავრდება მარცხენა წინაგულში. ძალიან კარგი. ჩამოთვლთაგან რომელი თვისება ახასიათებს გულის კუნთსო? არის ესეც ერთ-ერთი. სამივე. კი ბატონო, სამივე ნამდვილად აგზნებადობას ახასიათებს. ჯერ ავტომატური მოქმედება, ავტომატურად წარმოიქმნება ეს აგზნება სინოატრიულ კვანძში და შემდგომ გადმოდის ატრიოვენტრიკულ კვანძში და მერე ვრცელდება ხო ხისის კონის ფეხებზე. აგზნებადობა რა თქმა უნდა და კუმშვადობა შესაბამისად შეიკუმშება. აგერ მისი პასუხით ჩვენ ვიდეოში ხო? გულის ავტომატი, აგზნებადობა, გამტარობა, კუმშვადობა. შემდეგი კითხვა ნახოთ, რომელ სისხლძარღვებში არისო ჟანგბადის დაახლოებით ერთნაირი კონცენტრაციის მქონე სისხლიო. ესე იგი, კონცენტრაციასთან დაკავშირებით წეღან რომ გითხარით, ზუსტად გამონაკლისის სახით არის მეთქი, ხო? ფილტვის არტერია და ფილტვის ვენა. აბა მოდ თითოეული მათგანი განვიხილოთ, ხო? აორტაში რა ხდება? აორტაში გადის არტერიული სისხლი, ჟანგბადის მდიდარი სისხლი. ფილტვის არტერიაში როგორი სისხლი გადის? მაგი გამონაკლისი როგორი სისხლი გადისო? ვენური. შიროჟელი. სისხლი. კი ბატონო, ანუ ჟანგბადით ღარიბი სისხლის, იგი აორტაში და ფილტვის მდიდარში ერთნაირი ვერ იქნება და ფილტვის ვენაში? არტერიული. ჟანგბადის მდიდარი. ძალიან კარგი. ესე იგი ნამდვილად ინფორმატიული და გასაგები იყო ყველაფერი. ძალიან კარგი. ესე იგი აორტაში და ფილტვის ვენაში გადის თურმე დაახლოებით, ოღონდ რა თქმა უნდა, ერთნაირი კონცენტრაციის მქონე სისხლი. კი ბატონო, ესეც მისანიშნებლად. აგერ არის ფილტვის ვენები, წითელია. ნახატისაც რო დაიმახსოვრებთ, უკვე ნახატის მიხედვითაც შეიძლება რომ დაგამახსოვრდეთ ხო და მიხვდეთ პასუხებს. ფილტვის ვენა, აგერ აორტა, ორივე წითელია. აბა სად არისო მოთავსებული ჯიბისებური ნამგლისებური სარქველები? იგივე ნამგლისები, ხო? მარცხენა პარკუჭსა და აორტას შორის. კი პირველი. მხოლოდ პირველი არ არის. ძალიან კარგი. კი ბატონო, რა თქმა უნდა ვენებშიც. აგერ არის ჯიბისებური სარქველები პარკუჭებსა და სისხლძარღვებს შორის, უბრალოდ კონკრეტულად წერია მარცხენა პარკუჭი და აორტა. და ვენებში, აგერ ვენებში, ქვემოკლიდურების ვენებში, რა თქმა უნდა, ხო? და წინაგულებს და პარკუჭებს შორის როგორი სარქველებია? კარისებრი. კარისებური სარქველები. აბა ეხლა ეს არის საინტერესო. ლათინურენობით აღნიშნულ სისხლძარღვთაგან რომელი მიეკუთვნებაო სისხლის მიმოქცევის დიდ წრესო? აბა ეირა არის ეს. მაგი ალბათ მცირე ფილტვის არტერია არის. ფილტვის არტერია ნამდვილად სწორია.
C ასა B მოიწერეთ და ხო, ნუ კი ბატონო, ფილტვის ვენა. ვენა არის. ხო, ანუ ესე იგი A და C ყოფილა მცირეწრე, ხო? D რა არის? აორტა. აორტა და B ქვედაღრუვენა, ფილტვის ვენა. ქვემოღრუვენა, კი ბატონო, ქვედაღრუვენა. ეს არის ზედაღრუვენა. ეს არის ქვედაღრუვენა, ხო? ეს. ესე იგი A და C ყოფილა მცირეწრის და B და D-ს გასცემთ პასუხს, ხო? კარგი. ხო, ესე ადამიანის ორგანიზმში სისხლის მოძრაობას ერთი მიმართულებით რა უზრუნველყოფსო? ამაზე ბევრი ვისაუბრეთ, ხო? საფამილების რა თქმა უნდა. წნევათა სახეობის სისხლძარღვებით და ვენის სარქველებით. სამივე. კი, სამივე. წნევათა სხვაობა სისხლძარღვებში მაღალი წნევიდან დაბალი წნევისკენ გულის სარქველების, რა თქმა უნდა, ერთი მიმართულებით რომ იმოძრაოს ეს კარიერის სარქველები და ჯიბისებური სარქველების მოქმედება და რა თქმა უნდა ვენების სარქველები რომ ქვემოდან ზემოთ წავიდეს ეს ვენები ქვემოკიდურებიდან ეს ვენური სისხლი აუცილებლად უნდა ჩავიდეს გულში, ხო? და უნდა რომ არ ჩამობრუნდეს. აკრე გვიწერია. წერანას განვიხილეთ, მგონი ეს ბოლოს იყო თან ზუსტად. აბა, ორი დაგვრჩა მგონი. გულის მუშაობის ციკლის რომელ ფაზაში იმყოფება გულიო? აბა თუ მიხვდებით სარქველების ღიაობის და ხურულობის შესაბამისად, რომელ ფაზაში არის გული? ეს ერთიანი უბრალოდ არის მითითებული, სხვა ტესტია. სისტოლა. სისტოლა არის წინაგულების ოჩახ ძალიან ძალიან წინაგულების სისტოლა არის, სწორად გვიპასუხეს, იმიტომ რომ ნახეთ კარიანის სარქველები არის ღია, ანუ წინაგულებიდან პარკუჭებისკენ გადმოდის სისხლი. ჯიბისებური სარქველები დახურული, ანუ წინაგულების სისტოლა არის, ანუ წინაგულების შეკუმშვა ნამდვილად სწორია. და ბოლოს, აი ეს არის წნევანდელი კითხვა 2025-ის პულსზე რომ გაგიმახვილეთ ყურადღება, რომ ამ ბოლო დროს პულსებს კითხულობენ, ხო? ადამიანის პულსის მეშვეობით შეიძლება განისაზღვროს გულის რამე. სამივე. კი ბატონო, სიხშირეც შეგვიძლია, როგორც გავიმარტეთ, ხო? სიხშირეც, რიტმის დარღვევაც და რა თქმა უნდა შეკუმშვათა ძალაც, ხო? რიტმის დარღვევა არითმიასთან, არითმიაზე მივიტანოთ ეჭვი, შეკუმშვის ძალა შეიძლება დაბალ ან მაღალ წნევაზე ძირითადად ამაზე. კარგით, ეს სულ ეს იყო. წავიკითხოთ, ძალიან კარგი შემოწმება, მადლობა, მაინტერესებს მოზრდება შემიძლია თქვენთან. დიახ, ამასთან დაკავშირებით მინდოდა მისაუბრო, მადლობა პირველ რიგში. მიხარია რომ მოგეწონათ. ნოემბრის ჯგუფების შედგენა მიმდინარეობს ახლა და ჩვეულებრივად შეგიძლიათ რომ შემოგვიერთდეთ გაკვეთილებზე.